და ამაზე ვილაპარაკოთ მის მიზეზებზეც, თუ შეიძლება ნუ გამაჩერებ, თუ ამღერდი ნუ გამაჩერებ. მის მიზეზებზეც, მის მიმდინარეობაზე და მის შედეგებზე. და ძალიან ხშირად ხდება, სუქნებს დემენცია ემართება 60 წლის მერე არა მანამდეც. ანუ მუცელზე ცოტა ცხიმი ქალს უნდა კონდეს, ხო, რომ ესტროგენებს გამოიმუშავებს. ეს გამიგია და მე მგონი ჭორის ზონაზე არ გამიგია. ხო ესეა? ვიცინო, ვინ არის შენზე მაგარი საქართველოში? რაში? პლასტიკურ ქირურგიაში, რა თქმა უნდა. ლიკა ყაზბეგის პოდკასტის მხარდამჭერები არიან. ღვინის კომპანია მზე და ღვინო. დიზაინერები ნინო გოგიბერიძე და თამუნა კოპაძე. დიზაინერი ფოტია. გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ და დაგვიტოვეთ კომენტარები. მოგესალმებით, ეს არის ლიკა ყაზბეგის პოდკასტი. დღეს ჩემი სტუმარია სახელგანთქმული ქირურგი, ქალბატონი ციცინო შურღაია. ციცინო, ჯგუფით უნდა დავიწყო. რატომ დამაბულინგე? შენ ახსენე ფრაზა, რომელიც ძალიან მომხვდა გულზე, აი მართლა ძალიან მომხვდა გულზე. მე და ეხა სხვებს წარმომიდგენია. შენ თქვი რომ, როგორ თქვი? შენ თვითონ გაიმეორე, მე ვერც ვიმეორებ, როგორ თქვი? არასოდეს ინტელიგენტი ადამიანი არ ყოფილა მსუქანი. ციცინო, ჩვენ როდის გავიცანით ერთმანეთი 10 წლის წინ, ხო თუ 15 აღარ მახსოვს. იმის მერე მოვიმატე 15 კილო. ეხა როგორ მომხდებოდა გულზე, ეს ხო წარმოგიდგენია? და ვიცი რომ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ყველაფერმა და დავამშვიდოთ ახლა ეს ხალხი დავაწყნაროთ. როგორ უნდა დავაწყნაროთ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა წარმოვიდგინოთ ვითომ სასამართლოში გვაქვს საქმე შეხობიჩეული ხარ ისედაც. კი. ხო და მოდი ვითომ იქ ვართ და ახლა თავი იმართლე. აბა გისმენ. კარგით. ჯერ მეც მივესალმები თქვენს მაყურებელს, გილოცავ შენ მახალი პოდკასტის წამოწყება, შენ ხარ მაძიებელი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ალბათ რაღაცას ეძებს, იმიტომ რომ მე კარგად მახსოვს სხვა სფეროში მე შენთან მონაწილეობდი ჩვენებაზე, წარმატებული ხალი პოდიუმზე. ხო, ანუ მოდელიც იყო ძალიან კარგად მახსოვს, რომ ძალიან მემზადებოდი ამ პოდიუმისთვის და წონაში ვიკლევდი რომ გამემართლებინა. და მე ახარა გაქვს ეს პოდიუმები მიანები? იცი რა, არა, ეხა ვაპირებ. ოღონდ 60 პლუსი, მაშინ გახსოვს 30 პლუსი ქალები გამყავდა. ეხა 60 პლუსი ქალები, მაგრამ ჯერ მე მგონი შენ პატარა გოგო ხარ. ჩემთვის აკეთებ შენ ამ პოდიუმებს. 60 პლუსი ხარ? შვენიერი, კი ბატონო. კარგი, ეხა შენი შეკითხვა, რატო დამაბულინგე? ეხლა მე რომ მცოდნოდა რომ შენ ეს შეგეხებოდა, საერთოდ არ ვიტყოდი, რომ ამ ფრაზას არ ვიტყოდი. მაგრამ მაინც ამ ფრაზას ეხლა მე გავიმეორებ. არასდროს ინტელიგენტი ადამიანი მსუქანი არ ყოფილა. და რატომ? ნუ იშვიათი გამონაკლისების გარდა. და ამას მე ჩემი ბულინგი მოყვა, შერაშუაში ხარ. მე დამაბულინგეს, ეს მახინჯიეს სახე არ მოძრაებს, ტუჩები გადიდებული, მე არ მაქვს ტუჩები გადიდებული, მაგრამ მე სამწმენია. ეს იყო სასაცილო ჩემთვის და განსაკუთრებით გამოეხმაურა ვიღაც ძალიან მსუქანი ექიმი, რომელიც მეორდებოდა. ეხლა მე რა მინდა უთხრა ამ ექიმს? ეს რო დაეწერა არა ექიმს, არ იქნებოდა ეს მაინც და მაინც საწყენი, მაგრამ თავის თავზე მიიღო. მოდი ვთქვათ, ექიმი სიმსუქნე არის სერიოზული ავადმყოფობა. და ამაზე ვილაპარაკოთ მის მიზეზებზეც, თუ შეიძლება ნუ გამაჩერებ, თუ ამღერდი ნუ გამაჩერებ. მის მიზეზებზეც, მის მიმდინარეობაზე და მის შედეგებზეც ვილაპარაკებთ. და როდესაც ეს თვითონ ექიმი არის დაავადებული, ამ დროს ექიმი უნდა იყოს ჯანმრთელობის მაგალითი პაციენტისთვის და ავტორიტეტი პაციენტისთვის. იმიტომ რომ ექიმი რომელიც ვერ მოძრაობს, აი მე მაგალითად სულ უნდა ვიმოძრაო, როდესაც პაციენტები იცი რომ მსუქანი ადამიანები ვერ მოძრაობენ კარგად, განსაკუთრებით ესეთი ზომის მსუქნები. და თუ კი ადამიანმა იცით რა, გავუგოთო ავადმყოფიაო და ნუ ავადმყოფს არ შეიძლება დაცინაო. მე მესმის იმ მსუქანი ადამიანების, რომლებიც რაღაცას აკეთებენ იმისათვის, რომ გახდნენ, ეს დაავადება არ ქონდეთ, ეს სიმსუქნე ქრონიკული დაავადება და რას იწვევს მე გეტყვი, მაგრამ ადამიანი რომელიც საერთოდ არ ცდილობს და არ ღებულობს ზომებს იმისთვის, რომ ეს არ იყოს მის ცხოვრებაში ეს ძალიან მძიმე დაავადება,
ის არ არის შესაძლოა ადამიანი და ამიტომ მე ამ ქალბატონს მაინც და მაინც ვერ მას არ ეტყობა რომ რაღაცას აკეთებს იმისათვის რომ ჰორმონალურია მე ვიცნობ რამდენიმე ადამიანი მოიცადეთ რა ჰორმონა ეს მითია? არა, მართლა ჩემი იცით რა არის? მოდი ავიღოთ, მე არ ვიცოდი და უბრალოდ გადავხედე რამდენი პროცენტი ადამიანი საქართველოში არის მსუქანი და ჩვენ რას ჭამთ. ეს დაახლოებით 22%-ია. ეს არ არის ცოტა პროცენტი. ანუ ყოველი მეხუთე ადამიანი ჩვენთან არის მსუქანი. როდესაც კორეაში ეს რიცხვი ძალიან პატარა, რატომ ისი სხვა რაღაცებს ჭამენ და ჩვენ სხვა რაღაცას ჭამთ. ეხლა რას იწვევს რა იწვევს სიმსუქნეს ეს მე ვილაპარაკოთ. შეიძლება გენეტიკურიც იყოს. რას იწვევს სიმსუქნე? სიმსუქნე იწვევს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას. იმიტომ რომ ის ლიპოპროტეინები, რომლებიც კუთრიწონით დაბალი არიან, თუ რამეს ვერ გაიგებ, მკითხე რა არის ლიპოპროტეინი ან რაღაცა რასაც ვახსენე. არა, ისე გისმენ ისეთი სახე მაქვს, რომ ცოტა შოკი მაქვს, იმიტომ რომ ჩემი აი, მოდი ასე გეტყვი, მაშინ რომ პოპულარული იყო ეს ყველაფერი ცუდი ხოლესტერინი. დაბალი კუთრიწონის ლიპოპროტეინი, დაბალი სიმკვრივის, არ ვიცი როგორია ქართულად სწორად. ალბათ ჯობია ჩვენი მსმენელისთვისაც ისეთი ენით ვესაუბროთ, ეს იწევს მაღლა და საჭირო ხოლესტერინი ალბათ, ხოლესტერინი არა, რომელსაც მაღალი კუთრიწონა აქვს, ან ლიპოპროტეინები, ეს რთული, კარგად არიან ერთმანეთთან შეკრული, არის დაბალი. ეს იწევს სისხლძარღვის კედელზე ათეროსკლეროზული ფოლაკების წარმოქმნას. ეს ფოლაკები უამრავჯერ ჩემი თამამია. ანუ იწვევს ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლას და კოგნიტიური თვისებების დაქვეითებას. ეს არის მახსოვრობა. ეს არის სწავლის უნარი. ეს არის ინფორმაციის მიღება, შენახვა და გადამუშავება და გადაცემა, ყურადღება რა არის? როდესაც ვთქვათ შენ ექიმი ხარ, ხო, დიაგნოზი უნდა დასვა და გიყვება პაციენტი ბევრ რაღაცას. ყურადღება იმას ნიშნავს, რომ შეგააკეთო კონცენტრაცია იმ პუნქტზე, რომელიც შენთვის არის მთავარი და დანარჩენს იგნორი გაუკეთო. ანუ კომპიუტერივით გაანალიზო, რასაც გეუბნება პაციენტი, ხო, უნდა დასვა დიაგნოზი. გარდა ამისა, ვერ ღებულობ გარემოს ნორმალურად, აღქმა ნორმალური არა გაქვს. ანუ ეს ყველაფერი თვისებები თუ არა გაქვს, მიპასუხე როგორ იქნები ინტელიგენტი და ინტელექტუალი. თუ კი ანალიზის უნარი არა გაქვს, ინტელექტუალი როგორ იქნები? და ანალიზის უნარს როგორ არიან ეს ადამიანები? ეხლა ჩემს გარემოცვაშიც არიან, აი ძალიან განათლებულები. განათლებული სხვა არის. არა, ინტელექტუალები, ესეც მინდა დავამატო. არა, ყველაფერი ერთად. განათლება სხვა არის. იცი რა, ზოგჯერ ადამიანი არის მოზეპირე. ფიზიკის კანონს ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები? შეიძლება გამონაკლისები არსებობენ და როგორ იწყება რუსები რაღაც დრომდე, მაგრამ მოვა დრო, როდესაც კიდევ არ დამთავრდა რას იწვევს სიმსუქნე. დიაბეტი მესამე ტიპის არსებობს, კიდევ მეოთხე ტიპის და ძალიან მალე მეხუთე ტიპის დიაბეტსაც უკვე მისცემენ დახასიათებას. მეოთხე ტიპის დიაბეტი არის ოდნავ მსუქანიც თუ ხარ, უკვე რეზისტენტობა შაქრის მიმართ იცვლება, ეს ინსულინ რეზისტენტობა იცვლება და მესამე ტიპის დიაბეტი, რომელსაც ალცგეიმერის დაავადება ქვია და ტვინის დიაბეტი ქვია, ეს არის უკვე ინსულინ ტოლერანტობის შეცვლა, ტოლერანტობა იცვლება აქ. ესე ძალიან რთული რაღაცეებია, შეიძლება პაციენტებმა თქვენო მაყურებელმა ვერ გაიგოს, მაგრამ ეს აუცილებლად სიმსუქნე გულისხმობს დიაბეტს და დიაბეტი მე იწვევს დიაბეტურ ჭკუას სუსტობას. შეიძლება რაღაც ასაკში ეს არ არის, მაგრამ აუცილებლად მოვა. აუცილებლად რაც თეორიულად დამტკიცებულია, ის არ იქნება პრაქტიკულად რო არ მოხდეს. აი თეორიულად ყველანი ჩვენ სიკვდილ მისჯილები ვართ. ხანდახან მიგვირს რომ სიკვდილი მიუსაჯესო. სიკვდილი კი არ მიუსაჯეს. უბრალოდ დრო გადმოუტანეს ცოტა ადრე, თორე ჩვენ ყველანი სიკვდილ მისჯილები ვართ, აბა. ამას ვერ შეცვლი. ისე ვერ შეცვლი იმას, რომ სიმსუქნე იწვევს დიაბეტს, იწვევს ალცგეიმერის დაავადებას, იწვევს დემენციას. ამას ვერ შეცვლი. ოღონდ რაღაც ეტაპზე არ არის, რაღაც ეტაპზე მოვა. და ეს ყველაფერი, როდესაც იცი ექიმმა და შენ ძალიან მსუქანი ხარ, რაიმე გამოხმაურება კი არ უნდა გააკეთო, აქცენტი კი არ უნდა გააკეთო, ჩუმად უნდა იჯდე და მიხედო შენ თავს, რომ რაღაცა ბაზური
გამხდარ ადამიანს არ დაიმართება? აი ხე გამახსენდა ნანიკო ხაზარაძის მამა, რომელიც იყო ძალიან გამხდარი ადამიანი და მეც ვიცნობ რამდენიმეს. გამხდრები არიან, დემენცია ვისაც აქვს. იცით რაშია საქმე? ნუ დაგვაპანიკებ ხე ეს. არა, არ გაპანიკებ, მაგრამ დემენცია ნანიკო ხაზარაძის მამას დაემართა გვიან და არა ახალგაზრდა ასაკში, ხო ასეა? და ძალიან ხშირად ხდება, სუქნებს დემენცია ემართება 60 წლის მერე არა მანამდეც. იცით, ძალიან ადრე ემართება. ესე იგი, აქ უნდა მომეწვიე ციცინო მე შენ, ესეთი мотиваცია მომეცი დღეიდან 6 საათის მერე არაფერს აღარ მივირთმევ. არა ხარ სწორი. რა იწევს სიმსუქნეს მკითხე ერთი. რა იწევს სიმსუქნეს? მადლობთ. სიმსუქნეს იწევს არა ყვება. არა უყურე რა მოდი შევადაროთ მაშინ. სიმსუქნეს იწევს გაძღომა კი არა, ზედმეტი გაძღომა. გადაძღომა. ხო, გადაძღომა. მე ვთქვი ეს ტერმინი და სწორია, მე ვახსენე. იცი, მე მომეწონა და იმიტომ გავიმეორე. ხო, მაშინ მე შემესტორი არ არის. აი, მოდი და შევადაროთ, რატომ არ არიან მსუქნები, თქვათ, კორეაში. იმათ აქვთ ეგეთი რაღაცა, რომ ისინი არ ჭამენ ბევრს, ჭამენ პატარა პორციებს და ხშირად ჭამენ. აქვთ ეგეთი რაღაცა კინჩინი, რომელიც არის ფერმენტირებული საკვები. ეს სუპერფუდი ქვია კინჩინს, გაიგეთ? სულ ყველაფერს ფერმენტირებულად ჭამენ. და ჩვენ არასდროს არ გადაძღებიან და ჭამენ მარტო ფერმენტირებულ საჭმელს. ეს ჩვენთან რო იყოს ეგეთი კულტურა საქართველოში, მაშინ ჩვენც არ გვეყოლებოდა 20%, 22% მსუქანი ხალხი. ანუ ესენი არიან პოტენციურად ეს მსუქანი ხალხი, პოტენციურად შაქრიანი თეთრი კი მოქვია, ხო? შაქრიან დიაბეტს, პოტენციურად გულსისრავა და ინფარქტი, ინსულტი, დემენცია, ოლცგეიმერი, აი ესენი არიან ამ დაავადებების პირველი და არა აქვთ ამათ, ის უნარები, ეხლა გამახსენდა რა არის სწორი. კოგნიტიური უნარები. კოგნიტიური უნარებ დაქვეითებული ხალხი არის მსუქანი ხალხი. ეწყინოთ თუ არ ეწყინოთ, ეს არის ფაქტი, რომელშიც მე ვერავინ ვერ შემედავება. ეს უნარები ბრუნდება თუ ადამიანი დაიკლებს, მოვაგოს. თუ ადამიანი დაიკლებს, ანუ გონება განათდება ისე. განათდება ისე. კი, იმიტომ რომ ესენი მოშორდება. უყურე რას უშლის ხელს, ნეიროდეგენერაციას იწვევს. საბოლოო ჯამში ნეიროდეგენერაციას, ანუ ნეირონული კავშირი თავის ტვინში აღარ წარმოიქმნება ახალი. ზოგი ძახის უკვე კვდება 30 წლიდან ტვინი იწყებს გახმობას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 30 წლის ადამიანი უკვე გამოტვინებას იწყებს, არა. სარკოფაგია ჩვენ თავში მკვდარი ნეირონები, იმდენია მკვდარი ნეირონები, მაგრამ დარჩენილი ცოცხალი ნეირონები ერთმანეთს შორის წარმოქმნიან ნეიროკავშირებს და ეს даже უფრო საინტერესო ადამიანი, ვთქვათ, 60 წლის ასაკში, ვიდრე 30 წლის ასაკში, იმიტომ რომ თავის გამოცდილებას იგროვებს, ნეირონული კავშირები უფრო მეტია, მაგრამ თუ კი შენ მსუქანი ხარ, კავშირების წარმოქმნა. ბოდიში არ დამავიწყდეს, სანამ გავხდები ჯერ მეხსიერება. გავარესებული მაქვს. ეხლა ხან ჩემს წინა პოდკასტზე მე მგონი ერთ-ერთმა ცნობილმა ფსიქოლოგმა თქვა, რომ როდესაც ვიღიმით და უკეთესია თუ ვიცინით, ახალი ნეირონები წარმოიქმნება. დიახ, სწორია. დადებითი ემოციები იწვევს ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნას. და რაც უფრო მეტი გვაქვს ნეიროკავშირები, მით უფრო ჭკვიანები ვართ. ანუ მით უფრო ეს უნარები, კოგნიტიური უნარებია მთავარი. ფსიქოლოგმა თქვა, მაგრამ ეხა შენიშთან ადამიანი ამას რომ მიდასტურებს ქირურგი და ესეთი მცოდნე ამ ყველაფერს, მიხარია. უბრალოდ ქირურგი არ არის ვალდებული იცოდეს ის, რასაც მე ხლა ვყვები, რასაც ვყვები, მაგრამ მე ნერვზე დავიცავი დისერტაცია და ამიტომ ძალიან ახლოს ვარ აი ამ ნეირო საკითხებთან, აი კიდევ ერთხელ გეუბნებით, სიმსუქნე იწვევს ნეიროდეგენერაციას, ეს კარგია? ცუდია. ხო და ხა თანდაყოლილი სიმსუქნეც არსებობს და თუ გაინტერესებს ძალიან საინტერესო რაღაცას. კი, მაინტერესებს შემდეგ პოდკასტზე, თუ შემამჩნევს მაყურებელს, რა ცოტა დაიკლებ. ძალიან უნდა ეცადო, რომ დაიკლო. Anti-age პროცედურა. ძალიან სამწუხაროდ ხო მიყვარს სიბერეს იწვევს სიმსუქნე, იცით, სიბერეს იწვევს, იცით, ყველაფერს შევეგუები მაგის გარდა, ასე რომ სიბერეს ვერ შევეგუები, ხო სწორია? ხო. ხო და ზოგჯერ არის, რომ თან ადამიანები არიან მიდრეკილი სიმსუქნის მიმართ. ეს რატო ხდება? რატო არიან მიდრეკილები? იმიტომ რომ არსებობს 4 ტიპის სომატიური ტიპის ადამიანი. ეს არის ეგზომორფი, ენდომორფი და
ექტომორფი. გასაგებენაზე ციცინო. გეტყვი ახლა. ჩვენი ორგანიზმი იწყება ერთი უჯრედიდან. როცა ჩავისახებით ემბრიონალურ პერიოდში, ჩვენ ვართ სულ ერთი უჯრედი, რომელშიც ჩვენი DNK არის, DNM-ია ჩაწერილი და ეს ერთი უჯრედი ყველგან წაიკითხება თმებშიც იმაშიც, ხო? და ერთი უჯრედიდან ვითარდებით ჩვენ მთლიანად. ეს ერთი უჯრედის მოდელი არის კვერცხი. კვერცხს აქვს. კვერცხის ცილა, კვერცხის გული, რომელიც ყვითელი ფერის არის და ნაჭუჭი აქვს კვერცხს. ეხლა უყურე. არ არსებობს რომ კვერცხი იყოს ყველა ერთნაირი, ზოგს მეტი აქვს ცილა, ხო ესეა, ზოგს მეტი აქვს გული და ზოგს უფრო მაგარი აქვს ქერქი. აი აღდგომაზე რატო ურტყამთ ამ კვერცხებს მითხარი ერთი? იმიტომ რომ რა გავარკვიო. ხო, საიდან მოდის ეს? მე დავფიქრდი ამაზე. ტრადიცია არ მოდის, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა. ვინ არის უფრო ძლიერი? ის რომელსაც ეს კვერცხია უფრო ძლიერი, რომელსაც უფრო მაგარი ნაჭუჭი აქვს, ხო? და ეხლა რომ გეტყვი, თითოეული ამიდან უცბად გეტყვი შევეცდები. კვერცხის გულიდან შემდგომში წარმოიქმნება შინაგანი ორგანოები. ეს არის კუჭი, ღვიძლი, ნაწლავები. და ეს ადამიანები მიდრეკილები არიან სიმსუქნისკენ, იმიტომ რომ ძირითადად თუ მეტი იყო ეს, ვისაც უფრო მეტი ქონდა ეს კვერცხის გული, მით უფრო დიდი აქვს კუჭი და ეს ადამიანები მე საუბრობენ კუჭის ენაზე, უფრო დავლები არიან, ღიპები აქვთ ამ ადამიანებს და ეს ენაზე საუბარს. კუჭის ენაზე, ანუ რესტორნებში წვეტენ თავის საკითხებს. რესტორნებში ეხლა გეტყვი სხვასაც. და ესენი რესტორნის ხალხია რა. ეს ქართული ტრადიციაა რა ეს სუფრასთან. დიდი საქმეები წდებოდა ციცინო, ესეც არ არის. დიახ, ენდომორფები. ენდომორფი ადამიანი მიდრეკილია სიმსუქნისკენ. ეხლა მეზომორფი არის ის, ვისაც კვერცხის ცილა, ანუ ეს ცილის ნაწილი ქონდა უფრო მეტად გამოხატული. ცილიდან წარმოიქმნება შემდგომში გული, სისწარღვები, კუნთები. წარმოიდგინეთ გულსასროლი და კუნთები. ადამიანები, რომელსაც კუნთები უფრო მეტად აქვთ გამოხატული, ლაპარაკობენ კუნთების ენაზე. არიცი კუნთების ენაზე ლაპარაკი რა არის? ესეც გითხარი. დარტყმა, მორტყმა, მუშტიკრივი და ესენი ძირითადად გამოდიან ან სპორტსმენები, ან დამცველი ტელახრანიცელი. როგორა, როცა დაცვა. უფრო ესენი ხო. და არსებობს მესამე ტიპის ადამიანები, ვისაც ქერქი ქონდა უფრო მეტად გამოხატული, ქერქისგან საბოლოო ჯამში წარმოიქმნება ნერვული სისტემა, ტვინი, კანი, ფრჩხილები, თმა. ესენი არიან ექტომორფები. ექტომორფები უფრო მაღალი და ასტენიური ტიპის აღნაგობის არიან, უფრო მაღალი და ერთ-ერთი ავტორი წერს, ისინი გვანან პროფესორებს და უმრავლეს შემთხვევაში პროფესორებიც არიანო. მე ექტომორფი ვარ აშკარად რა, მე არა მაქვს კუნთები საერთოდ, ძვლები საერთოდ არ გამაჩნია და კუჭი ძალიან პატარა მაქვს. იმიტომ რომ დავიპატარავი არ ჭამს საერთოდ. არ დავიპატარა, ვიცი. ლაღიძის წლებში რო შევდიოდ სტუდენტობის დროს, ვერასდროს ვერ შევჭამდი ერთ ხაჭაპ. გამორიცხულიყო, ყველა ჭამდა და მე ნახევარს თუ შევჭამ, ცუდად ხდებოდი. ხო, იპატარავს ოპერაციით. შენ ეს ბუნებრივად მქონდა კი. მე ექტომორფი ვარ ტიპიური, ახლა იმიტომ კი არა რომ პროფესორი ვარ, არა, უბრალოდ შესახედავად ძალიან ადვილი გასარჩევია ექტომორფი, მეზომორფი და ენდომორფი. და არის მეოთხე ვარიანტი, როდესაც ყველაფერი თანაბრად იყო. ეს უფრო იშვიათი შემთხვევაა იმათ გაუმართლად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ენდომორფი ან ექტომორფი, მეზომორფი ან ექტომორფი შეიძლება გახდეს სუქანი. უბრალოდ საქმეა იმაში, რომ შენ უნდა დაიცვა სწორი წკვების რეჟიმი და შენ უნდა დაიცვა ცხოვრების წესი. სწორი. ამ დროს ამაზეც არის რა თქმა უნდა დამოკიდებული, ამ დროს არ იქნები მსუქანი. ძალიან მარტივი იქნებოდა რაღაც გამოიგონონ ისეთი, რომ მადა ექიმი უნდა იყოს დისციპლინირებული და როდესაც ექიმი თვითონ მსუქანი ხარ, დიეტოლოგი მით უმეტესად შენ არ ახარ დისციპლინირებული, შენ არასდროს არ აქვს ავტორიტეტი პაციენტებთან. ისინი შენ არ გენდობიან და პლაცება გაიგე. შეიძლება ადამიანს არ უმკურნალო ხომ არ ეგეთი რაღაცა, მაგრამ შენ თუ ექიმი იმდენად დამაჯერებელი ხარ შენ პროფესიაში რა, თქო გამხდარი ხარ დიეტოლოგი, შენ გექნება ეს პლაცების მომენტი, რომ შთააგონო ადამიანს ის რომ შემდგომში ის ისევე თივე გამხდარი იქნება, როგორიც შენ ხარ. პლაცება რა არის ახლა? თქვათ კიბოიან ავადმყოფებს კურნალობენ, ქიმიოთერაპიას უტარებენ, ორი ჯგუფია. ერთ ჯგუფს აძლევენ წამალს, რომელიც $10,000 ღირს და მეორეს ეუბნებიან, რომ ჯერ არ არის ხვალ შემოვა ეგ წამალი და ისინი ელოდებიან ამას, ეს პლაცების მომენტებია. ელოდებიან და ერთი დღის მერე უკეთებენ სუფთა წყალს.
ჯგუფში ორივეში გამოჯამრთელება ერთნაირია. ანუ კიდევ გეტყვი ხა, ერთ ადამიანს უთხრეს რომ როგორი წესი გირჩევნია მოკლათო რა ადამიანი. საწამლავით თუ ელექტროსკამზეო და საწამლავითო უთხრა. ხო და მისცეს სუფთა წყალი. ადამიანი მოკვდა. ეს არის პლაცება, ანუ საგონება, გაიგე? და როდესაც შენ ხარ ექიმი, ავტორიტეტი უნდა ქონდეს, შენ თვითონ არ უნდა იყო მსუქანი. ეს არის ფაქტი და როდესაც მსუქანი ექიმი ხარ და კიდე გაყვირი ხარ რომ ეს როგორ ამოუშვა პირიდან და მე მაგას არ ვენდობი როგორც ექიმს და თითინო ეხა შენ იმ კონკრეტული ექიმის მისამართით საუბრობ? არა, საერთოდ საუბრობ. მე რასაც საუბრობ, ჩემს ეხა შენ აცნობიერებ რომ აი მხედრე ასობით, ათასობით არ ვიცი ეხა თუ კი არა მხედრე, მადლობა მითხრან რომ მე რაღაცას ანტი-ეიჯ იმ კითხეში მე პროცედურა და იმასაც გეტყვი. ხო უნდა იცოდეს თითოეულმა სიმართლე წარია, მაგრამ უნდა იცოდე, რასაც იწვევს ეს სიმსუქნე და უნდა ეცადო მაინც. მიღირს ესეთი სიმართლის თქმა, რომ აი ამდენი ადამიანი მიღირს გადაინტერესდა შემილია ვიყო მსუქანი ცხოვრებაში რამდენი ხანია წლებია. შენ ესე მოგწონს, მე მახსოვს პოდიუმზე რომ გადიოდი, აი სუ შენს ხელზე იყურებოდი და ეს ცოტა ზედმეტიც მეჩვენა და ცოტა რაღაცა დავიძაბი. ჩემს ხელზე ვიყურებოდი? არა, ხო რომ აი ზედმეტიც აი სუ აკონტროლებდი ძალიან და არა თუ ბოდიში და თუ შენ პოდიუმზე მიმიწვიე მე და უნდა გამოვიდე მე ფორმაში იყავი ისედაც ახლა უფრო ნაკლები წონაში ვარ ვიდრე მაშინ და ვიგითხარ რომ ძალიან გამხდრები მოდაშია პოდიუმზე არა 64 კილომეტრი ახლა 62 ვარ ახლა ცოტა ფერი ხორცი ცოტა ბოდიში მე ასაკი დამემატა და თუ დამპატიჟე პოდიუმზე და მე გითხარი კი რამდენი კილო დაიკელე როდის მაშინ როცა გამოხვედი ნუ მე არასდროს არ ყოფილვარ 72 კილოზე მეტი 6 თუ 8 არ არის რთული დასაკლები. იმას გეუბნები, თუ კი მე დამპატიჟე და მე გითხარი კი, ესე იგი მე იმ პოდიუმს უნდა შევეს, ხო იქნებოდა სასაცილო, ეხლა ამის ხორო ყოფილიყო და გამოსო, ეს იქნებოდა გროტესკი ან ეს იქნებოდა ძალიან გინახავთ ფეხბურთელი მსუქანი ან გინახავთ, რა ვიცი, შენ რასაც აკეთებ, იმას უნდა შეეფერებოდე. გაიგე როგორ არის ესმის და მე შევეცადე რომ არ შენთვის არ გამეცრუებია შენი იმედები პასუხისმგებლობის გზნობა ძალიან გზნობა მე უნდა ვამართლებდე ჩემს პროფესიას უნდა გამოვიყურებოდე ისე რომ ადამიანი დარწმუნდეს იმაში რომ მართლა შესაძლებელია თუმცა რაღაც გამახსენდა აი ამ ცნობილი პროექტის წარმატებული ქალი პოდიუმზე პირველ სეზონზე არ ვიტყვი სახელს ბიზნეს ვუმეშა უსაყვარლესი ძალიან ბევრი ცნობილი სახე გამოვიდა ლიკა ვარმაკო კომპლექსი და მე შევთავაზე. ხო. ოღონდ წამლებს სვამდა ჰორმონალურ არ ვიცი და იყო პუტკუნა. ულამაზესი გოგო, ოღონდ აი პუტკუნა. ხო. ციცინო, აი რა გითხრა, ის კადრები უნდა გაჩვენო, რომ დაგარწმუნო ალბათ, მაგრამ ან დამიჯერო ესე. არიცი როგორი ეფექტური იყო და როგორ ხალისით გამოვიდა, ენერგეტიკა გამოვიდა. ვინ უყურებდა იმის ზედმეტწონას? აი, ისეთი ენერგეტიკა გამოიტანა, რომ აი საოცარ. ლიკა, ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გარეგნობით როგორ გამოიყურება მსუქანი ადამიანი. ეს თავისი თავარი მაინც ეს ხო. თავარი რა გავლენას ახდენს ისევე თავის მტერია თორე იმაზე და როგორ იმოკლებს თავის ცხოვრებას შენ გინახავს ძალიან ღრმად მოხუცებული რომელიც მსუქანია ღრმად მოხუცებულებამ მიაღწევენ აი სიფრიფანა ხალხი იმიტომ რომ სისწარგები სუფთან და იყოს რომ სისხლი მივიდეს ტვინამდე არ იყოს ალცგეიმერი არ იყოს დემენცია თქვენ ექიმებმა და მე თქვენ მეცნიერებიც ხართ გარკვეულწილად არა ყველა ექიმი მეცნიერია ისეთი საშუალება ისეთი უსაფრთხო რომ აი დავლიო და აღარ აი პირადად მოდი ჩემ თავზე რო ავიღოთ აღარ მომინდეს ყვება იმიტომ რომ მე გულმანი ვარ სამწუხაროდ დღევანდელ დღეს უამრავი საშუალებებია იმისაც რომ ადამიანი არ გასუქდეს თუნდაც ეს მონჯარო თუნდაც ეს ძალიან ბევრი აგინებს მტერზე პატიც. გაიგეთე მონჯარო და იქნები ძალიან კარგად. იმიტომ რომ ეს არის ამოჩენა ისეთი. ბატონო, რაღაცები რომ გამიგია ეს არის მათი მტერი, იცი? კონკურენტები, არ დამჯეროთ კონკურენტებს. ხო, პენიცილინი რომ გამოიგონეს მაშინ და რომ ადამიანებას სიკვდილი მიატოვეს. ხალმედივარ ვიკეთებ მონჯაროს. ოღონდ რა თქმა უნდა, ექიმის მეთვალყურეობის კეშ. შეიმოწმე ინსულინ რეზისტენტობა აუცილებლად. თუ ხარ ინსულინ რეზისტენტი. ვიქნები. და გეუბნები რა შაქრიან დიაბეტზე ვარეს დავადება არ არსებობს. მე მოყვება ამას სიბრმავე. მე მოყვება ამას დემენცია, ვერცნობს ვერავის. მე მოყვება განგრენები და ფეხების მოკვეთა და უამრავი რაღაცები.
და ამიტომ არ სიმსუქნე იწვევს ამ დაავადებებს, გესმით? ხო. შენ მართლა ძალიან დიდი мотиваცია მომეცე, ხა. არა მარტო ის ფრაზა რომ აი ისე ჩაშალე ინტელიგენტი ადამიანი, აი ოსკარის დაჯილდოებაზე ვინმე ძალიან მსუქანი გინახია. როგორ არა, კი, ეხა არ მახსენდება, მაგრამ კი, ეს ჰოლივუდის. მაინც ხო ცდილობენ ეს ხალხი რომ რაღაცა. დღეს არის ყველა საშუალება იმისათვის რომ ფორმაში იყო. ეს არის იგივე ესტერზეპატიტი, მონჯარო, გარკვეულ ჰორმონებზე მოქმედებს, არის ბოლო ბარიატრიული ოპერაციები და ესენი თავიდან უნდა იცილოს ადამიანმა ეცადოს მაინც სწორად რეჟიმა მოწესრიგებული იყოს და შეასრულოს ყველაფერი ის, რასაც ხოშება წიგნში ჩაიხედო, წაიკითხო, განათლდე. ციცინო, იცი რა ვიცი, აი ძალიან გამხდარი ქალები ვინც არიან, უკვე ასაკში, აი 40 პლუს არ ყოფილა მთლად კარგი რა კუთხით. ანუ მუცელზე ცოტა ცხიმი ქალს უნდა კონდეს, ხო, რომ ესტროგენებს გამოიმუშავებს. ეს გამიგია და მე მგონი ჭორის ზონაზე არ გამიგია. ხო ესეა? ნუ მუცლის ლიპოსაქციაზე ამბობენ ხანდახან რომ უნდა დატოვოთ ცოტა, იმიტომ რომ ეს მონაწილეობს აი ამ ჰორმონების იმაში და ქალს მერე არ ვიცი ხარ ორგაზმის მიღება არ გაუჭირდეს. ანუ ეს სერიოზულად? ხო, მუცელზე ცხიმი ცოტა არის საჭირო, მაგრამ ქალი ისეთი რაღაცა, აი ძალიან გამხდარი ქალიც რომ გაგვიჭრია ახლა ჩვენ. იქ მაინც არის. გაგვიჭრია როგორი ფრაზა? ნუ რა ვქნა, ქირურგია. იქ არის მაინც შრე ცხიმის. აი კაცებს კიდევ ცხიმი უგროვდება და არა კანქვეშ, არამედ მუცელში შიგნით. ამიტომ ლიპოსაქცია ზოგჯერ კაცებში არ არის ისეთი ეფექტური როგორც ქალებში. ამიტომ ნუ ნერვიულობ მაგაზე, რაც არ უნდა გამხდარი იყოს ქალი, ყოველთვის აქვს. იცი რა არის კიდევ ქალის ეს რაც უფრო მეტი აქვს, აი ეს ცხიმოვანი შრე, რაც უფრო მეტად სუქდება, ეს ცხიმოვანი შრე ბარიერია, თითქოს იშორებს კაცს, იმიტომ რომ შენ ფსიქოსომატიკაზე საუბრობ, ხო? აი ბარიერია, გაიგე ესა პარტნიორისთვის ხონდა მოგწვდეს კაცი ადამიანი, ხონდა მოუნდეს რაღაცა რომ და ეს ძალიან მსუქანი ქალები რომლებიც უკვე ფართუკებით დაფარული აქვს და მუცლით. შენ ახლა ძალიან ფიზიკის დონეზე ამბობ, მე მგონი მოგწვდეს. მოკლედ ციცინო, აუცილებლად გვინდა ჩვენ ახლა რჩევები. როგორ არ დავბერდეთ მალე თუ პლასტიკური ქირურგია არ აი როგორ არ დავბერდეთ? ხო არის ესეთი ქალებს ვიცნობ, რომ აი ნემსი და პლას აი გამორიცხულია. იცით რა არის? ერთხელ 40 წლის ვარ მე და ვზივართ და ვიღებავთ რაღაც დამაგვიანდა სამსახურში და ჩვენ ერთ თანამშრომელი გვეუბნება. კაი ახლა კაი ნუ მორჩით რა 40 წლის ქალებს უკვე აღარ კოცნიანო. რატო? ბატონო ახლა შენო შენ მოდი აქ შენ რომ მე მეუბნება მანქანა რო ყავსო შენო გადაღებეო ერთი გარედანო შიგნით თუ ხო საინტერესო ქალი შენ იყიდ კალი არისო კაცი შენ იყიდიო გადაღებილ მანქანასო ყურე შენ მანქანა ისე შეღებო გარედან რომ აი ჩვენი პლასტიკური ქირურგია ისე გავაკეთოთ გარედან რომ გეგონებათ 15 წლის ქალი ახლა მე ჩემ ნამუშევარს ერთს უყურებ მართალია ორი ოპერაცია დამჭირდა მაგრამ რომ უყურებ მე ნიუჟელი მე ეს გავაკეთე ასევე ჩვენ არ უნდა გარედან ჩვენი პლასტიკური ოპერაცია და გაახალგაზრდება იმ მანქანის გადაღებას ნიშნავს რომელიც შიგნით არაფრად არ ვარ გაიგე ამიტომ უნდა დავიწყოთ გაახალგაზრდება შიგნიდან ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი გაახალგაზრდების გარკვეული პროგრამა და მაგრამ ეს არის ბაზური რაღაცა აი ის რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში რა არ უნდა დააკლდეს ჩვენ ორგანიზმს რომ კოგნიტიური თვისებები არ დავკარგოთ მიკროცირკულაცია ნორმაში იყოს ეს არის პირველ რიგში ვიტამინები ანუ ვიტამინი D უნდა მივიღოთ ვიტამინი D ვიტამინ K-სთან ერთად შევიმოწმოთ ამის რაოდენობა და აუცილებლად უნდა მივიღოთ მერე აუცილებლად უნდა მივიღოთ ანტიოქსიდანტები ესენი არის Q10 კოენზიმი ეს არის აუცილებლად რომ ყველამ უნდა მიიღოს 50 წლის მერე ვიტამინი C აუცილებლად და ომეგა-3 ეს დანამატები ყველასთვის აუცილებელია, იცი? 30 წლამდე ადამიანს აქვს რომ გარანტია რომ იყიდი მანქანა 3 წელია, ხო? ადამიანს რო დაიბადება 30 წლამდე აქვს. მერე შენი ჯანმრთელობა სულ უნდა ავსო, სულ უნდა იკვლიო და სულ უნდა შეავსო რაღაცები. და ეს ტაბლეტები 40 წლის ზევით ქალებმა უნდა დაგიო. აუცილებლად 40. არ ვიცი რა ქვია ახლა შეიძლება არც იყო საჭირო ხა გამოცხადება, ანუ რომელიც ლიმფაზე მუშაობს, აი შეშუქება. რა თქმა უნდა, ლიმფომიაზოტი, კოენზიმი და ტრაუმა S. ეს არის გერმანული ფირმა Hell, რომელიც ამას უშვებს, ეს არის გომეოპათიური საშუალებები და წელიწადში ერთხელ მე მაგას მაგალითად ვიკეთებ წელიწადში ერთხელ.
ხო. ანუ კურსის სახით. თავარია მინერალები იყოს წესრიგში, კალცი, მაგნისი, სელენი რო კონდეს ნორმალური თმები, ესე უნდა გამოიკვლიოთ ცინკი. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ კალიუმი აუცილებელია იმისათვის, რომ ვიტამინი D კონდეს ნორმაში. ეხლა ეს უკვე გადადის თერაპიულობაში, მაგრამ მაინც არა, რაც არის აუცილებელი, რაც ყველა შეუძლია მივიდეს აფთიაქში უნდა ვისაუბროთ. და მაშინ უფრო ლამაზი ხარ, როდესაც კანი ბაზურ რაღაცებს გეუბნები, რაც და anti-age პროგრამა უნდა კონდეს შენი საკუთარი. ამ anti-age პროგრამაში ბაზური არის, რასაც ახლა ჩამოვთ. ჩვენ უნდა ავიყვანოთ სპეციალისტი, თუ აი ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ. ნუ კარგია, თუ კარგი თერაპევტი ყავს, კარგი კლინიცისტი ყავს, მაგრამ კლინიცისტობა ისეთი რთულია, გაიგეთ, ისეთი რთული. მე მაგალითად ვერაზრს გვეუბნები გული მტკივა, არა ნერვები გაწოხ. გული მტკივა, ვეუბნები, არა ნერვები გაწოხ. ნუ რამე ახლა გეუბნება რომ ნერვები გაწოხებს. საბოლოო ჯამში დამჭირდა გულში კარდიოსტიმულატორის და მე აღმოჩნდი კარდიოლოგიურ ინსტიტუტში. არა, გული არ მტკივა. როგორ არ მტკივა, ვეუბნები რომ წევარ. ძნელია კარგი ექიმის ნახვა, ისე რა. რაღაცა ემოციური კარგი ექიმის ნახვა. ემოციური ვარ აღარ უნდა. ჩემსავით, ხო, ანუ გულის ტკივილი, ხო, იცის ემოციური. სამაგეროთ არა მაქვს პრეტენზია რომ ვარ ინტელიგენტი ადამიანი. არა ვარ მე ინტელიგენტი, ინტელექტუალი ვარ, მაგრამ ინტელიგენტი არა ვარ. ანუ მე არა მაქვს დახვეწილი მანერები, როგორც დანი ბრეგვაძეს. 1-2-3 ინტელიგენტს ვიცნობ მე. ინტელიგენტი შეიძლება ინტელექტუალი არ იყოს და ვერ მიაღწიოს ამას. მე შეიძლება ჩქარა შევჭამო, ეს არ არის ინტელიგენტობა. იცი? ჩქარა გადავყლაპო, ქირურგი ვარ ხო, გამოვარდი შენ გაქვს კვების განსაკუთრებული მანერა, კი, მე შევამჩნიე. შენ ჩავყლაპო, ეს არ არის ინტელიგენტური ჭამა. მაგრამ ნუ როდესაც უფრასთან ვживარ, ჩნებია კი სწრაფად იკვებები და ეს ხო აზიანებს, არ შეიძლება. კი აზიანებს, მაგრამ მე დრო არ მაქვს. ერთი ოპერაციიდან მეორე ოპერაციამდე ჭამაც უნდა მოვასწრო, ცხოვრებამ გამომიმუშავა ესე. მაგრამ პრეტენზიაც არ მაქვს, რომ ინტელიგენტი ვარ. ინტელექტუალი ვარ, ანალიზატორული ტვინი მაქვს. კოგნიტიური თვისებები მაქვს, მაგრამ საინტერესო ადამიანი ხარ, ეპატაჟური ადამიანიც ხარ, სასურველი სტუმარი ხარ. ახლა ძალიან ისე ჩაცმული არა ვარ ეპატაჟურად, რაც შეიძლება. არა, ჩაცმა ნამდვილად არ გვჭირდება. მოკრძალებულად ჩავიცი. ხო, არა, ეპატაჟურად ჩაცმა, ახლა როდესაც 40 წელს გადავცილდებით, აი ცოტა სასაცილოდ შეიძლება იყოს. ანუ 50 წლის შემდეგ ქალმა არ უნდა პრინტები ჩაიცვას, არ უნდა ბუჟუტერია ატაროს და რაღაცები არ უნდა გააკეთოს ბევრი რამ, რომ შეეფერებოდეს თავის ასაკს. სოციალურ ასაკსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე არ მომწონს პატარა ბავშვები, რომელსაც დიდები ვითიქცევიან. გაიგე, დიდები რაღაცა ერთი პატარა მსახიობობს დიდი ბავშვი. და დიდი ქალები, და დიდები, რომლებიც ბავშვი და სოციალურ ასაკად არ ცუნდრუკობს ახლა ჩემი ხნის ქალი და ცეკვავს და ნუ ცეკვა ახლა შეიძლება, მაგრამ ნუ რაღაცა ბავშვით რო იქ არც ეს არის. სოციალურ ასაკს უნდა მისდიო და ყოველთვის ეცადო გამოიყურებოდეს სოციალური ასაკის შესაბამისად. როგორც გარეგნობით, ისე ქცევით. ხო, აი მე რო ვერ გამოდივარ თინეიჯერობის ასაკიდან? გამოხვალ. იმიტომ რომ დრო გამომიყვანს, ხო? მაშინ შენ გაქვს კოგნიტიურ თვისებებთან პრობლემები. ხო, ნეიროპროტექციაზე უნდა ვისაუბროთ. აი ნეიროპროტექტორები, ნეიროდეგენერაცია რომ არ მოხდეს, უნდა მივიღოთ ნეიროპროტექტორები. ანუ ნეიროპროტექტორები რომელია, იცით? ნოოტროპილის შემცველი პრეპარატები მაინც ამაც არ არის, მაგრამ ეხლა არის გადასარავი პრეპარატი მექსიდოლი. რომელიც ნეიროპროტექციას განახლებას. რაღაცას გააუკეთეთ, რეკლამა გადაგვიხოდან თანხები. მექსიდოლი, რომელსაც რუსული პრეპარატია სხვათა შორის და რუსულ პრეპარატს ამ პრეპარატს არცერთ არ ქონია, პენტალგინს ქონდა, ანუ ეტყო ოქროს პარაშოკი ერქვა თუ გახსოვთ. ოქროს ხვნილი და სტალინის სვამდა მაშინ როცა თავის ტკივილები ქონდა და ეს არის რა სვამდა სტალინი? ზალატოი პარაშოკი ერქვა მაშინ, ანუ ოქროს ხვნილი. სტალინისტები დალევენ. და სტალინის სვამდა თავის ტკივილის დროს, მე ვსვამდი ბავშვობაში. რაღაცა პრობლემები რომ მქონდა და გადასარავი პრეპარატი იყო, არც ერთი საზოგადოებრივი პრეპარატი იმ პრეპარატთან ვერ მიდის დღესაც. მერე დაარქვეს პენტალგინი, ხო იცი ზოგჯერ პრეპარატებს სახელს უსვიან, რომ უფრო ლამაზი სახელი ერქვას, რომ უფრო და ძალიან აბნევენ მომხმარებას. ხო, მარკეტინგული წეგანდელ თემას უნდა დაუბრუნდე, იმიტომ რომ რაღაც გამახსენდა და მინდა რომ გავაჟღერო მოკლედ. აი, როდესაც ადამიანია, ეხლა ცოტა ფსიქოლოგიაში გადავდივართ, მაგრამ კი, გადავიდეთ, არა პრობლემა. შენ ხო გავლილი გაქვს, ხო? იმიტომ სამედიცინო ინსტიტუტებში, ანუ ფსიქიატრია, ფსიქოლოგია რა უნდა გაიარეთ, მე უნდა ისწავლო. უნივერსიტეტი, ხო, რაც არის, ანუ გავლილი გაქვს და ისედაც გათვითცნობიერებული ადამიანი ხარ. ანუ, როდესაც ადამიანი არის ბავშვური, ნუ ინფანტილური, ზოგადად ინფანტილიზმი არ არის კარგი, მაგრამ ნუ არის რა.
შეგიჩნევია რომ აი ღრმა ასაკამდე ბავშვები, ღრმა ასაკამდე რა 50 წლამდე გვიან ბერდებიან. იერით ეხა შეიძლება ეხა კანი არ უწყინავდეს, მაგრამ ყველა ადამიანი როგორ ფიქრობ? მე მაქვს ეს დაკვირვება. და ესე, შენ როგორ ფიქრობ? უბრალოდ ემოციები დაქვეითებული ადამიანი გვიან ბერდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნებისმიერი ემოციური დატვირთვა, ნებისმიერი სტრესი იწვევს იმას, რომ ნეიროდეგენერაციას იწვევს, აი კვდებიან უჯრედები უფრო მეტად ამ სტრესის დროს, გაიგე? და შენ რატო ნერვიულობ მაშინ ამდენს? რაზე? აი სულ რაღაც კონფლიქტებში ხარ, ხან ერთში, ხან მეორეში, ხან მესამეში. კი არ მე არავისთან არ ვარ კონფლიქტში, მაგრამ თვითონ არიან შენ. შედგები ყოველ დღე და ჭრი ადამიანის სახეს. ეს არ არის სტრესი? ხო, სტრესი. ეს არის ყველაზე რთული ოპერაცია. ციცინო, ხო, ეჩვევი, მაგრამ შენ იმხელა პასუხის გარეთ განსაკუთრებით აკეთებ ოპერაციას, უკეთებ ადამიანს, რომელსაც მთელი მსოფლიო ხედავს. და შენი ერთი, როგორ თქვა ჟვანეცკიმ, ერთი პატარა მოძრაობაო, არასწორი ერთი პატარა შენი და შენ мама ხარო. Одно неловкое движение театрец. Იცი Руслан მაგრად ჟღერს. ეს კაცებს ეხება შენი პატარა და შენ мама ხარო. შენ мама ხარო. არა, ეს გეთანხმები ძალიან. გაიგე და ეს არის ძალიან დიდი სტრესი. შეიძლება აი ამ სტრესის გამო უფრო გამოვდივარ, მე რომ შენ რომ ჩკარაჭაბო. გამოვდივარ ამ სტრესის ფონზე, მე უკვე დაცლილი ვარ, მაგრამ იცი როგორ ვარ, როგორც მუსიკოსები შედიან ამ ექსტაზში, თავის მუსიკას განიცდიან, ისე ვარ მე ოპერაციის დროს არაფერს ირგვლივ არ ვამჩნევ. გამოვდივარ მე ფშია და მე მოვდივარ გონზე და ჩქარა უნდა შევჭამო. გაიგე რომ ეს არ არის ინტელექტუალური ზვარი არა. ციცინო, შენ ქონია ესეთი ფაქტი. იმ შეკითხვას არ უპასუხებ რა ეგარავ შენ. ხო, ესეთი ფაქტი რომ აი რაღაც სიტუაციაში ხარ. ერთი ქალბატონი ყვებოდა რა და გავიფიქრე შენზე რომ შეიძლება ციცინოსაც მსგავსი ბევრი შემთხვევა ქონდა. რაღაც იმედზე ხარ ბევრი ხალხია და ვიღაცეები. ხო. არ მოდიან, არ გესალმებიან და გარიდებენ თავს. და რატო? იმიტომ რომ შენ მათ გაუკეთე ოპერაცია. ყოფილა ესეთი შემთხვევა? ვიმე მე გამაცნეს ჩემი პაციენტი, რომელსაც გამაგდეთ, ძალიან სასიამოვნოა მეთქი მეუთხარი. მანამდე ვიდრე არ ვიცნობ. კი, რა თქმა უნდა, იცი რა არის ეს? არ არის ამაში არაფერი ისეთი რა. შერან სტოუნმა თავისი ექიმი ჩასვა ციხეში, იმიტომ რომ მისცა ინტერვიუ, რომ მე გავუკეთე შერან სტოუნს. ახლა ყველას უნდა რომ ვთქვა. არ ქონდათ ხელწერილი დაწერილი. შენ ახლა გავაკეთებთ ამ გადაცემას და გავუშვებ და ეს არის, მაგრამ მე გავაკეთებ ამ ოპერაციას და ვერსად ვერ გავუშვებ. ენა უნდა დავკეტო, ეს ბევრჯერ მითქვია. ჩემთვის კი ასასიამოვნო, მაგრამ შენ იმდენად ძლიერი უნდა იყო, რომ მაინც მოვიპოვო პოპულარობა იმის გარეშე, რომ ყველაზე კარგი შენი ოპერაცია ყველაზე ცნობილი ხალხი ეს შენგა გათიშულია ამას არ ამბობ. მაგრამ სასაცილო რა არის? ეხლა ბევრი ჩემი დიდი ხნის ახლობელია და მეუბნებ, ნუ აშკარად ტუჩები აქვს ორჯერ უფრო დიდი. ხო. და არაფერი არ გა, ნუ ხა ტუჩები მსუბუქი ნათქვამი, არაფერი არ გა. ანუ მე მატყუებს, ხალი ხალს ატყუებს და ჩვენ ხო თვალი სხვანაირად გვაქვს. ძალიან ლიკა შენ მოგატყუებენ, მაგრამ მე ვერ მომატყუებ. შენ ვერ მოგატყუებ, ხო. იცი რა, იმ წუთში მეუბნები. შენ თუ გამიკეთებ მეუდეს მე ოპერაციას, ხო, ჯერ ხო ჩემთვის ხო არ გაგიკეთებია უთხრათ მაყურებას, არაფერი ჩემთვის არ გაგაკეთებ. არა, ისე ჩემთან მეგობრობა რატო ნიშნავს ოპერაცია გაკეთებას, ეგ ვერ გავიგე. არა, სხვა რამის ვამბობ. მე ვიტყოდი აუცილებლად. ხო, მაგრამ ხა ეს მათინება. იცი რა არის, როგორ მომწონს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომ არ კომპლექსდება და ამბობს. იმიტომ რომ თქვა სოფილორ რო არ ამბობდა, შემეკითხენ იქ ნანუკა ჟორჟოლიანმა რა გაიკეთაო. ისე უნდა მეთქვა რომ ნანუკა ჟორჟოლიანი რატო გაინტერესებს რა გაიკეთა. ის და გაინტერესოს რამდენი ბავშვს დაეხმარა და ყოჩაღ რა გოგო ნანუკა ჟორჟოლიანი. იმიტომ რომ ახლა ვინ არის იქ მიკირურგი ვთქვათ. სულ რა ინტერესებს რა როლები ითამაშა. მიკირურგმა აინტერესებს ხალხს რომელსაც რა ოპერაცია გაიკეთა, გაიგე? საერთოდ არ აინტერესებს, ყველა აქცენტირებულია იმაზე, რატომ ხასა ეს იწვევს ძალიან დიდ ინტერესს. ხო, ნუ უფრო საინტერესო არის ხალხისთვის, იმიტომ რომ ხალხს აინტერესებს შოუ. ხალხს აინტერესებს ჩვენი ადამიანები, ადამიანის სიკვდილიდანაც აკეთებენ ზეიმს, მერე კეიფობენ. ნუ აინტერესებთ ეს დროს ტარება და კეიფი და შოუ რა ვქნათ ახლა. და შენ შეკითხვაზე მინდოდა მე პასუხა, რომ დავაკვირდი საქართველოში, თქვათ ქუჩაში იგივე რომ კითხულობ, აი თქვათ სად არის ერთ დღეს ვეძებდი რაღაცას რა. მინდოდა სათვალის ყიდვა რონიკო თუ რაღაც მაღაზიას ვეძებ და ჩამოვერე ამ პეკინზე ყველგან ვეკითხები სად არის ეს მაღაზია რონიკო შევდივარ არ ვიცი სად არის შევდივარ არ ვიცი არაფერი არ იცის რატომღაც რა
ხო და ბოლოს შევედი ერთთან მკითხეს სად არის მაღაზია და არ ვიცი ამ გოგომ მითხრა და რომ გამოვედი ეგრევე მომკვდა თვალში დავინახე ეცი რა მივტრიალდი და ვეუბნები ამ ახალგაზრდა გოგოს შენ აქ რამდენი ხანია მუშაობ 7 წელია მითხრა და მე ეს არ გინახავს რომ შენ თვალწიდან არ მინახავსო ანუ კოგნიტიური ისინი აქვს დაქვეითებული უნარები და გარემომცველ გარემოს არ იყო პუტკუნა მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს წვინის სიმახვილე რაღაც ალბათ იმაზეც არის დამოკიდებული მე შევამჩნი ახლა შევამჩნი მანამდე ვერ ვამჩნევდი ახალგაზრდობაში აი რატომ ეს წვინის სიმახვილე და გარემომცველი სამყაროს აღქმა ჩვენ რატომღაც უფრო ნაკლები გვაქვს ვიდრე თქვათ ხო ამას ახლა კიდე ბევრი კომენტარები და ბულინგი წამოყვება მზად ხარ ამისთვის ხო კაი რა მიჩვეული ხარ ხო ციცინო ისევ სიმსუქნის თემას უნდა დაუბრუნდე ნუ რა ვქნა ახლა გული რომ ატკინე ახლა უნდა დამომშვიდე საფუძველი ძალიან კარგი იქნებოდა რომ ექიმს ვინმეს დაეძახნა ჩემთვის და შენ ლიკა ახლა არ გეწყინოს მაგრამ ამაში კომპეტენტური არ ხარ და გეპატიება ნებისმიერი რაც დაჟერამეც ამიტომ რა მიპატიება ну თქვა რომ რაღაცა ვერ გაიგო და რაღაცა ეს არა გადასარევად ვიგებ და მიხარია იმიტომ რომ მე თუ ვიგებ ესე იგი ჩვენი მსმენელი და მაყურებელიც გაიგებს და ხო მადლობა რომ აი ისეთი ტერმინოლოგიით საუბრობ რომ მაყურებელი არ დაიძაბება და ხო ექიმებმა იცით ჩემი დაც ექიმია და ესე რომ დაიწყებს ამ ტერმინოლოგიას მე აი ვაჩუმებ ვაჩერებ და მეუბნები რომ ადამიანური ენით ამიხსენი კარგად რომ გავიგო ხო რაც შეეხება კიდე აი პუტკუნ ადამიანებზე რომ ამბობენ და მე ვთვლი რომ მართალია რას ამბობენ შენც ხსმენი ალბათ რომ აი უფრო კეთილები არიან, ხალისიანები არიან და ძალიან გამხდარი და გაჩხიკინებულები პირიქით. არის ამაში რაღაც სიმართლე, იმიტომ რომ თქვა ის ადამიანი დაკმაყოფილებულია, ტკბილი მოუნდა მიირთვა, არ იწამლავს თავს. მოდი მოვილაპარაკოთ, რომ ნებისმიერ მსუქანი ადამიანი მაინც დაკომპლექსებულია. ხო, რაღაცით. აქვს არასრულყოფასოვნების კომპლექსი. ნერვიულობს ამ თავის, ну, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ზოგს მაგალითად ამერიკაში ვნახე, საერთოდ არ ნერვიულობს. მაიამზე ვიყავით და ესეთი ქალები ცელულიტებით, ხელში უჭირავთ აი ამ ხელა კოკა-კოლა, უჭირავთ აი ესეთი კარტოფილი ფრი, შემწვარი ჭამენ და ეს ქმრები კიდე ეხვევიან და იმაზე უკეთესი ქალი არ არსებობს. იქ არ აქვთ ქალებს ამის კომპლექსი, საერთოდ. ეს არის სოციალური პრობლემა სხვათა შორის. ჩვენ თუ პირიქით კარგია, რომ აი არ იშხამავს. როგორ არის კარგი, როგორც კი ეს მონჯარო გამოვიდა რა და სუქანი ხალხის რაოდენობა ცოტა შემცირდა, გულსიზრდას და დაავადება მიკლო. ინსულტი არის საშინელი. ინსულტის მერე ადამიანი ინვალიდია, უამრავი ხალხია მსოფლიოში. შენ მონჯაროს პარტნიორი ხო არ ხარ? მონჯაროს პარტნიორი არა ვარ, მაგრამ რადგანაც გამოვიდა იმის საშუალება, თავიდან ავიცილოთ არა სიმსუქნე და გარეგნობა, არამედ ავიცილოთ თავიდან ინსულტი, ინფარქტი და დემენცია და ალცგეიმერის დაავადება. ანუ შენობა პრო შანსი არ არის თუ კი ზედმეტი წონა აქვს ადამიანს, სხვა სიკვდილით მოკვდეს და მაინც ინფარქტი ან ინსულტი. რა თქმა უნდა, ხოდა შეიძლება მოყვეს ავტოკატასტროფაში. რა თქმა უნდა, მაგრამ ის დემენცია გარდაუვალია, თეორიულად გარდაუვალია და პრაქტიკულად როგორ ის რაც თეორიულად დამტკიცებულია, ის ვერ მოხდება პრაქტიკაში. თუ ყველა ადამიანი კიბოთი უნდა მოკვდეს, თუ მიხვედი შენ კიბომდე. იმიტომ რომ არ არსებობს, რომ ეს უჯრედები ყოველთვის თანაბრად გაიყოს. გამორიცხულია რაღაცა სტრესებია, რაღაცა ის არის, რომელიც ხელს უშლის უჯრედის ორად გაყოფას სწორად. და თუ კი სწორად არ გაიყო და წარმოიქმნა ატიპიური უჯრედი, ეს ატიპიური უჯრედი არის უკვე კიბოს უჯრედი. ყველაფერი სწორად ცხოვრებაში ვერ ხდება. ესეა. და იმ მსუქან ხალხზე, რომელიც უფრო კეთილები არიან, ისინი ალბათ თავისი სიკეთით რაღაც კომპენსაციას უკეთებენ აი ამ თავის არასრულფასოვნების კომპლექსს და უფრო ცდილობენ რომ იყონ კეთილი, მაგრამ გამთარი გამოწვა. არა ცდილობენ, არა, ანუ ესე არა. ესე რა. არა მგონია. კარგი, მე ჩემი აზრი მექნები, დავიტოვებ ჩემს. იმიტომ რომ მაგაზე არ არის სიმსუქნეზე და სიკეთე დამოკიდებული. სიკეთე რაღაც თანდაყოლილი თვისება, აღზრდის შედეგია და ბევრი რამის. ციცინო, 30 წლის ქალმა რო გაიკეთოს პლასტიკური ქირურგია. ნებისმიერი თუნდაც ისეთი მარტივი, როგორიც არის ბლეფაროპლასტიკა. თუნდაც
ეს პათოლოგია თუ შესაძლებელია და ბევრი იკეთებს? ახლა ეს პლასტიკური ოპერაციები ორ ნაწილად იყოფა: ტრანსფორმირებელი და გამაახალგაზრდებელი. 30 წლის ასაკ შეიძლება არ ჭირდებოდეს პაციენტს თუ არ აქვს პროგერი, ანუ ნაადრევი სიბერე. რამდენჯერ შეიძლება ზედაქუთუთოს ზედასი ბევრჯერ, ქვედასი ძალიან ერთხელ მე როგორც საშიშია. ქვედა სასურველია გაიკეთო ერთხელ, მაგრამ 5 წლის მერე გამეორება შესაძლებელია, მაგრამ ეს 5 წლის ინტერვალი უნდა დაიცვა აუცილებლად. და ბლეფაროპლასტიკა ეხა უკეთდება ახალგაზრდა გოგოებს, უბრალოდ თუ აქვს აზიური თვალები ევროპიზაციისთვის, თუ აქვს პტოზი და ბევრი რამე. მაგრამ გამაახალგაზრდებელი არ იქნება 30 წლის ასაკში საჭირო ესეთი რა ხდება, რომ შეიძლება თქვა მიეჩვიოს რაღაცნაირად ისე როგორ თქვა სხეული, რომ აი თქვა მერე უკვე ვეღარ გაკეთდეს კარგად. ანუ უბრალოდ არსებობს ლიმიტი. ბევრ ქვეყანაში ზედა ბლეფაროპლასტიკა კეთდება სახელმწიფოს ხარჯზე და რატომ? უამრავი ხალხი, რომელიც ავტომობილებს ატარებს, თუ კი ეს ქუთუთო ბლეხარო ხალაზისი ქვია, ამას ისე დაბლა ჩამოვიდა, რომ შენ უკვე გვერდით ვერ ხედავ, შეზღუდულია გვერდითი მხედველობის ზონა, ეს უკვე არ არის ესთეტიკური ოპერაცია, ეს უკვე არის ფუნქციონალური ოპერაცია. და ამიტომაც ბლეფაროპლასტიკას სახელმწიფო აფინანსებს. თისინო, წერანსხებზე საუბრობდით, რომ აი თქვათ, ვინც იკეთებს, ზოგი არ ამბობს, ეს მათი ნებაა, რა თქმა უნდა და ნუ ხო, შენ ამბობ, რა გაქვს გაკეთებული? კი, გავიკეთე საშინელი ბლეფაროპლასტიკა. მარტო 20 წლის წინ. თუ სხვა რამე? ბევრი რამე გავიკეთე, მე პლასტიკური ქირურგი ვარ. ცხვირი გავიფუჭე ოღონდ ფილერით. ვიკეთე და იწევდი, ზოგჯერ მქონდა ლამაზი ცხვირი, ზოგჯერ ფილერი გაიწევდა. შენ თვითონ გაიკეთე და იმიტომ ალბათ, ხო? მე თვითონ ოპერაციაც გავიკეთე, ბიშექტომიაც. ძალიან. მაგრამ ტანზე არაფერი პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია, არა. ჩემი არაპროფესიონალური თვალით ალბათ გაქვს აწეული, და ცხვირტუჩის ხაზი არ გაქვს ნაოჭი და ტუჩის კუთხეებიც აწეული. აბა შემიფასე ხა ჩემი თვალი და პროფესიონალიზმი, ნუ ბლეფარო თქვი წერან შენ თვითონ რომ გაკეთებული გაქვს. თქვენი გადაღებების წინ რაღაცა ეშმაკობებს მიმართავ და პლასტიკური ქირურგიის არ არის ეს. ხო? ეს ოვალი? იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოიყურება. ხა, რას ვიკეთებ იცით? სახეჭ კუნთებში ბოტულინ ტოქსინს და მე ეს ოვალი მიპატარავდება სახე და ძალიან მომწონს და თან კარგია რომ ვთქვათ ბრუქსიზმის ერთ-ერთი მკურნალობის საშუალება, თუმცა ბევრმა ექიმმა ეგ არ იცის და ბევრი ვერ ბედავს კიდევ სახეც კუნთებში, აბა ეს სიტყვა გადაგვითარგმნე ბრუქსიზმი არის კვილებს რო აკრაჭუნებ ღამე. ხო და ამის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი არსებობს, გაიკეთო სახეც კუნთებში ბოტოქსი, მოდუნდება ეს კუნთები და აღარ მე მგონი ბრუქსიზმი მქონდა, მაგრამ დიდი ხანია უკვე ვიკეთებ სახეც კუნთებში ბოტულინ ტოქსინს. ერთხელ ადრე რამდენიმე წლის წინ გკითხე რომ თუ კი აი იოგას ვეძახიან სახის იოგას, ხო, ვითომ მინდოდა დამეწყო, მაგრამ ჩემი სიზარმაცის ამბავი მოკლედ არ დამიწყია, მაგრამ შენ შემიწყე ხელი. მითხარი ესეთი რამ, რომ კუნთი თუ კი დაიჭიმება, ანუ შეიკუმშება რამდენჯერმე, პირიქით ნაურს გაიჩენო. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სახის მასაჟი, ანუ ეს ხალხი ფუჭად კარგავს დროს, ვინც ამ იოგას აკეთებს. იოგა სახის აერობიკა. ამას მეკითხებიან. სახის მასაჟი, ანუ იოგა რას ნიშნავს? სახის არ ვიცი, დაიჭირო ესე პოზაში. არა, რომ ავარჯიშებენ. ნუ ხა მე ვერ გავაკეთებ. სახის იოგა არ ვიცი, სახის ვარჯიში რა, კუნთების, აი გეტყვი, თქვა თვალებს ჭუდავენ რამდენჯერმე, ანუ რა ვიცი, როგორ გაჩვენა. არა ესთეტიურები ხდებით, რა გაჩვენა. რამდენიმე სახის სიბერე. ერთი სახის სიბერეს ქვია წვრილ ნაოჭიოვანი სახის სიბერე, ანუ კანი აქვს ძალიან დანაოჭებული, მაგრამ ესენი ნაკეცები არ აქვს. ანუ შორიდან რო შეხედო, არ აქვს ღრმა ნაკეცები. შორიდან რო შეხედო, იფიქრებ, რომ ეს ახალგაზრდაო, მაგრამ აი ახლოს რომ მოვა, დაინახავ, რომ კანი სულ დანაოჭებული აქვს. ეს არის უტყუნების სასარგებლოდ უნდა ვთქვა ერთი რამ. სახე აქვს გადატკეცილი, თქვი ახლა აღიარე. სახე აქვს, აი ძალიან კი, ბუშტრო გაბერავ, გადატკეცილი იქნება, რომ დაუშვებ აი მე კარგი ვთქვა უტყუნებზე. კი, უტყუნებზე წყალი არ ვიტყვი, მაგრამ ყველა ადამიანს უნდა ქონდეს კულტურა იმისი, რომ არ რამე პლუსი ისე არა აქვს მართლა? ნუ რა თქმა უნდა.
შეიძლება ორი ბილეთი აიღო იმაში თვითფრენავში ერთში როგორ ჩაეტე. შეგიძლია ვაი მე ციცინი. ალიასკატინასო. მოძრაობა ხო არ არის? მე მიყვარს პუტკუჩები რა ვქნა. ბავშვებიც ხო პუტკუნები არიან, პატარა ხიფუცების რო ჩასაყვარლები არიან. კუნთების განლევა ხდება სიმსუქნის დროს და აი შესვენების დროს რაღაც ამბობდი, ახლა გამახსენდა მამაკაცებზე, ვისაც დიდი მუცელი აქვთ. ანუ არა სიმსუქნის გამო. მინახია მამაკაცები რომ არ არის პუტკუნა. ხო. მაგრამ ხიპი აქვს. ენდომორფები არიან ესე იგი რა, დიდი კუჭი აქვს. ადამიანს. თუ ეს ლუდის ლუდისმის გამო. რა ვიცი აბა. ლუდისმის გამო შეიძლება. ათასნაირი ფიგურა არსებობს, რვიანის ფორმის, სამკუთხედის ფორმის, პესოჩნეჩისი, ქვიშის საათის ფორმის, შოტლანდიაში, იცი ხო. აი ექიმებიო შოტლანდიაში გამახსენდა რომ ედინბურგში ქონდა კონფერენცია და გაკრული იყო დიდი ასოებით. ექიმები არიან ინტელიგენციის ყვავილები. გაიგე და ამიტომ ექიმი თვითონ უნდა იყოს მაგალითი პაციენტისთვის. კიდევ ერთხელ ძალიან აი ფრაზებს რო ალაგებ, ძალიან ხშირად ამბობ სიტყვას უნდას. და ერთ-ერთ ტრენინგზე რომ მივედი, პირველი რაც მითხრეს სიტყვა უნდა ამოიღოთ. აი სიტყვა უნდა კარგი იქნება რომ სიტყვა უნდა დაივიწყოთო. კარგი სიტყვა უნდა დაივიწყო, მაგრამ თუ კი უნდა არ გექნება მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ისწავლო. ცოტა ესეთი მომენტია. უნდა ისწავლო, ესე იგი არის სწავლი. უნდა ჩააბარო გამო ეს უნდა სულ მაქვს მე სულ რაღაცა ვალდებულება მაქვს და ეს ვალდებულება არის ჩემი მამოძრავებელი ძალა. წნეხი არ არის. ну რა ვქნა ახლა თუ უნდას მოვიშორებ მე შემიძლია მე ხო ექიმი არ ვარ მაგრამ შემიძლია რომ ჩემი პროფესიული კუთხით რაღაც თქვა აი ცოტა ფსიქოსომატიკაც რო ჩავთო წნეხი რადგან ახსენე ვისაც აქვს წნეხი მთელი ცხოვრება და პროფესიაც ესეთი გაქვს არიან ამ წნეხის გამო სიმძიმე წნეხი ხო სიმძიმეა მოხრილები ну მესმის ახლა შენ ოპერაციებს რო საათობით აკეთებ ამის გამოც გაქვს მაგრამ გონია რომ ცოტა იმის გამოც რომ აი სულ სტრესში კი მე ვალდებული ვარ. მე მგონი სტრესში შენ თავს. კი რა თქმა უნდა. ახლა რა გინდოდა არ გეთქვა ამ სიმსუქნეზე არაფერი. რა გინდოდა შენ თავისგან? რატო არ უნდა მეთქვა? უნდა იცოდეს ადამიანებმა, ვიღაცამ ხო უნდა უთხრას. ჩვენ და ყველაფერი იატაკქვეშ არის გადატანილი, ესე არ ხდება. კარგი, კიდე რას აპირებ რის თქმას ბარემ აქრო თქვა ჩემ პოდკასტში. რა უნდა ვთქვა? რა ვიცი რა მე ესეთი გავსი თუ საჭირო ადამიანების მაქვს დასაწერი სტატია ვთქვათ და ის წნეხი მაქვს რა ეს სტატიაზე წე ჩემს თემაზე და დღეს როგორმე სტატია უნდა დავწერო ეს მაწუხებს ეს უნდა მაწუხებს უნდა დავწერო ამ უნდას გარეშე როგორ იყავიო ერთი ვერ გავიგე არ მომწონს ეს ფრაზა რა უნდა სულ რაღაცის ვალდებულება გაქვს ყველაფერი ბოდიში და ფეხებზე დაიკიდო რა ადამიანი ხარ იარო გიჩინო ვინ არის შენზე მაგარი საქართველოში რაში პლასტიკურ ქირურგიაში რა თქმა უნდა რას შეკითხვაა ეს ყველა ჩემზე მაგარია გადასარევი ყველა ჩემზე მაგარია ნახე როგორ მეკითხა ყველა ჩემზე მაგარია რას ეს არ არის სწორი შეკითხვა არ მომწონს მე პასუხი არ მომეწონა რა ვქნა არც მე შეკითხვა ერთით კარგი შენი დონის ვინ არის? კარგი რა, არ მომწონს ეს შეკითხვები. ყველა ჩემზე მაგარია. და ესე იგი ჩემი დონის არავინ არ არის, ჩემზე მაგარია ყველა. კარგი. მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ სხვადასხვა საქმეს. იმას, რასაც მე ვცდილობ, რომ არ გავაკეთო ის, რაც ისინი აკეთებენ, იმიტომ რომ თუ ერთ იმაზე ხარ, სიმაღლეზე შეეჯახები ერთმანეთს, ვცდილობ, რომ არ შევეჯახო იმან. მე ჩემსაც ვაკეთებ, ისინი თავისას აკეთებ. ბევრ ოპერაციებში მე არ ვერებ. ხო, აი გარკვეულ ოპერაციებს გამიკვირდა, რომ გავიგე, რომ არ აკეთებ. არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ვაკეთებ, რომ მე უკვე მაქვს ის ასაკი, ამოვარჩიე ის ოპერაციები, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს, რომ გავაკეთო. და გამოგდის ყველაზე კარგი. აი არ მიყვარს მკერდის გაკეთება, იმიტომ რომ ვიცი, რომ მას მოყვება ის გამოცვლები, არ არიან პაციენტები კმაყოფილი. ბევრი მაიძულებს ბრახიოპლასტიკის გაკეთებას და ვეუბნები, ეს ნაწიბური შენ არ მოგეწონება, მაგრამ ვაკეთებ. ეს რა არის? აი ამის მოჭრა. აჰა. გაიგე? არ მიყვარს ეგ ოპერაცია, მაგრამ ნუ ძალიან დამაძალებენ ისა ბევრი ოპერაცია, რაც მე არ მომწონს, შემიძლია უკვე ამორჩევით არ გავაკეთო.
იმიტომ რომ მივახციე იმას, რომ ამოვარჩიო უკვე რაც მინდა, ხო? უკვე იმ არის ეტაპი, რომ შენ ყველაფერს ყიდულობ, არაფერი არ გაქვს, მაგრამ არის ეტაპი, რომ შენ არჩევი იმას ყიდულობ, რაც გჭირდება, გაქვს მაგის საშუალება, ხო? ეხლა მე რატომ მუშაობ დღემდე? სანამ მივხვდები ალბათ ჯერ კიდევ იმიტომ ვცდილობ რომ გამختارები ვიყო კოგნიტიური უნარები და არ დამიქვეითდეს და ანალიზის უნარი მქონდეს. ანალიზის უნარი მქონდეს, რომ სწორად ვაკეთებ თუ არ ვაკეთებ, თუ ამას დავკარგავს, ეგ მე თვითონ ვერ გავიგებ. პლისეც გაესკითხეს 38 წლის ასაკ შეიძლება ოცეკვაო, ბალეტისო? კი, ცეკვა შეიძლება, მაგრამ ყურება შეიძლება აღარ იყოს. აღარ მოგინდესო შენო და ამ დროს თვითონ 90 წლამდე ცეკვავდა. ანუ ქონდა იმას იმისი ანალიზის უნარი, რომ ეს ცეკვა ვიღაცა უყურებდა თუ აღარ უყურებს ვიღაცა, მე რომ თუ ჩემი ოპერაცია არავის არ ჭირდება, მე გავჩერდები, მაგრამ ყველაზე მეტად არ მინდა მიუხედავად იმისა, ხელები განადგურებული მაქვს უკვე. რას გულისხმობ? ნუ მე ვერ შევინარჩუნებ ერთადერთი ხელების ახალგაზრდა. და ხო არის რაღაც პროცედურები. პროცედურები არ შველის და ის მეზარება უკვე რა. არაფერი არ შველის, იმიტომ რომ მე ვიბან ხელებს, მე სპირტი რომელიც აშრობს და მე ვიკეთებ მე ხელთათმანებს და 6 საათი გამოდის ოკლუზიონ ნახვევი და სულ შედის ეს შხამები შიგნით და აბერებს. შენი ხელი ეწირება შენ პროფესიას. კი, ეწირება. და შენი ზურგი და ხერხემალი. ხო, ხერხემალი, ზურგი და ხელი ეწირება, მაგრამ ახლა გიტარისტებს მაზოლები აქვთ აქა. ყველა პროფესიას აქვს თავისი სპეციფიურობა. ჩემი პროფესიის სპეციფიურობა ეს არის, რომ ხელებით მუშაობ. აი, ჩემი პროფესიის სპეციფიურობისთვის კიდე მე მჭირდება სიგამხდრე და მართლა, აი ძალიან თუ გჭირდება ესე თუ ხარ შენი პროფესიის ერთგული შეეცდები რომ ამ პროფესიას შეესაბამებოდ. მე მოგიყვები ესეც საინტერესო შემთხვევას. აი სანამ მომიყვები, შენ როგორ თვლი? რას? აი რა ხო მიყურებ. შენ არ ახარ მსუქანი, შენ არ გაჭარბი წონა. თავარია სხეულის მასა, ხო? არ გადიოდეს კოეფიციენტი არ იყოს 30. ანუ ვიზუალურად ვთქვათ, დაკლება არ მინდა. არ გჭირდება დაკლება. ერთხელ დამიძახეს ბლეფაროპლასტიკა აქვს გოგოს გასაკეთებელი და მოდიოდა მე ყოველთვის როდესაც უყურებ ადამიანს შემიძლია ასაკის განსაზღვრა შეიძლება 2 წელიწადში შევცდე 3 წელიწადში შევცდე და რამდენი წლის ბრძანდებით 45-ის ესე მინდა რა თქვა და 23-ის გავხდები მალეო ანუ ქალი იყო დაბერებული და რატომ სიბერის ერთ-ერთი მიზეზი არის წონის ცვალებადობა ხო ეს იყო თურმე სპორტსმენი ეს წევდა 140 კილოს მოძალადე კი არა როგორ ქვია მას ზალოდისტი არ ვიცი ამას ქართულად მოძალადე არა იმეს ზამავიწყლე ну в общем ძალოსანი ძალოსანი და თურმე მე ერთი ხელით ამწევდა 70 კილოგრამს ერთი ხელით წევდა და რო უნდა რომ იმ წონით კატეგორიაში გამოსულიყო პროტეინებს სვამდა და სუქდებოდა რო უნდა რომ დაბლა ჩამოსულიყო გახდებოდა და აი ამ მე ეს გოგონა მოვიყვანა ისევ თავის ასაკამდე იცი რითი ბევრი ვიმუშავე ამ აქსანა ერქვა სახელი და იყო ევროპის ჩემპიონი თურმე აი ესეც ის არის რომ გახდები გასუქდები გასუქდები ხო ეს ყველა იწევს ერთ-ერთი ნადრევის სიბერის ერთ-ერთი მიზეზია რომ იცოდეს ხალხმა კი ეგ ძალიან ცნობილია ამიტომ წონა არ უნდა გავუშვი თუ გავუშვი ერთხელ ძალიან მაღალი წონა მერე გაქვს ცელულიტები სტრიები ამ ცელულიტებს არაფერი არ კურნავს და მერე აი არის ბარიატრიული ოპერაციების მერე რომ მოდიან და ეს ფართუკებით გიჭირავს და შეიძლება აქამდე მოიტანო ეს კანი და მოსაჭრელი არის ეს კიდევ ცალკე პრობლემაა პაციენტებს. ანუ ეს წონა უნდა ეცადოთ. ახლა მე რატო ვილაპარაკე ამდენი ახალგაზრდები მოусვენენ და ეცდებიან რომ წონა არ გაუშვან არასდროს. და მე თუ ვინმეს ესმის და ინტელიგენტია, ან ინტელექტუალია, მადლობას მეტყვის თუ არა და ისეთ როგორც მექიმა გამანადგურა თავის ჭკუით, გამანადგუროს მე ერთიც და მეორეც მისაღებია ჩემთვის. ციცინო. თავარია მე არ ვიყო მსუქანი. მეტი არაფერი. მადლობა რომ იყავით ჩემი პოდკასტის სტუმარი. ჩემს მსმენელს და მაყურებელს კი ვთხოვ რომ გამოიწერონ ჩემი არხი, დაალაიქონ და დაგვიტოვონ კომენტარები. დაგემშვიდობებით. ნახვამდის.